გამარჯობათ მეგობრებო, არ ვიყავი ეს დღეები და დღეს დაგიბრუნდით. და ვფიქრობ საინტერესო ვიდეოთი დავბრუნდიდას. რაღაცა უცხო ჯიშის პირუტყვი უნდა გაჩვენოთ დღეს და მოგასმენინოთ რას საუბრობს ჩვეულებრივი ჩლენასოსი ანა წითლიძე. რეალურად ეს არის ცდობა, რომ ყველაზე საუკეთესო წლები ამ ქვეყნის ის 9 წელი რაც იყო. აი ეს საქართველოს მოქალაქეებს წაუშალონ ისტორიული მეხსიერებიდან. აი ეს ჩლენასოსი ამტკიცებს, რომ თურმე საუკეთესო წლები ყოფილა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ამ ქვეყანაში და აი ეს საუკეთესო 9 წელიო ქართულმა ოცნებამ უნდაო რომ ხალხს წაუშალონ მეხსიერებიდან. ამასთან დაკავშირებით აი ჩლენის მსგავს არსებას მიმართავდი აქედან და ვეტყოდი. ერთი შენ ხარ ანა წითლიძე ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო ლამაზი, ყველაზე უფრო სექსუალური და ყველაზე უფრო სასურველი ქალი და მეორე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი იყო საუკეთესო ხელისუფლება ამ ქვეყანაში და აი სისხლიანი 9 წელი იყო თურმე ამ ქვეყნისთვის საუკეთესო წლები. კარგად გვახსოვს რაც იყო და ვინც იყვნენ და ვინც ხართ თქვენ ნაცები, თქვენ ბოზებო თქვენ და ქართული ოცნების ხელისუფლება კი არა, მამა ღმერთი რო ჩამოვიდეს ის ვერ ამოგვიშლის მეხსიერებიდან აი 9 წელს რომელიც 9 წლის შემოქმედიც ამ ქვეყანაში იყო აი ამ ჩლენის პარტია და ვისი ჩლენიც პირში უდევს აი ამას ის მიხეილ სააკაშვილი. არასდროს არ დაავიწყდება ქართველ ხალხს ის სისხლიანი 9 წელი რომლის შემოქმედიც იყო აი ამის მთავარი მამაც და მარჩენალიც და რა ვიცი ღმერთიც მიხეილ სააკაშვილი. გავაგრძელოთ რას საუბრობს მოусმინოთ ბოლომდე ქალბატონი ჩლენასოსი წითლიძე და შემდეგ ისევ გავაგრძელებ საუბარს. თავარი ხაზი რაც არის, რითაც აპირებენ რომ გააგრძელონ, მეორე ფარის ის რომ სახელმწიფოს სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლონ მიხეილ სააკაშვილი, თავარსარდალი, მაშინდელი ნაციონალური მოძრაობა აკრძალონ ზუსტად აი ამ მუხლით, ეს იქნება თავარი საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და სამშობლოს ღალატის მუხლით გაგვასამართლებენ ჩვენც ნაცებსაც და ნაციონალურ მოძრაობასაც და ყველა სხვა. მოკლედ წითლიძე იძახის, რომ მიხეილ სააკაშვილის გაასამართლებენო სამშობლოს ღალატისთვისო ნაცებს აგუკრძალავენო და ჩვენს ყველას დაგვიჭერებო მოკლედ. ამასთან დაკავშირებით ვიტყოდი შემდეგს. ჩემმა მსმენელმა კარგად იცის, რომ მე არ ვაკრიტიკებ ქართული ოცნების ხელისუფლებას და არ ვლამძღავ შეძლების დაგვარად და ნათქვამი მაქვს ბევრჯერ რომ სანამ აი ამისთან და პროჭები იქნებიან ამ ქვეყნის ოპოზიციაში მე ქართულ ოცნებას არ გავაკრიტიკებ თქო, მაგრამ აქ გამონაკლის დაუშვები და ვიტყვი შემდეგს. ქართული ოცნების დედა მოვტყან მე მარტო იმიტომ რომ აქამდე მიხეილ სააკაშვილი სამშობლოს ღალატისთვის არ გაასამართლა და რომ აქამდე არ აკრძალა აი ეს ბოზიშვილები რომლებიც გახლავან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ანა წითლიძეები, გუბაზა სანიკიძეები, ვიღაცა ბარამიძეები, ხაბეიშვილები და აი ეს ვიღაცა პროჭიაშვილები, რო დღემდე ამ ქვეყანას აყანყალებენ და რო ცდილობენ რომ საქართველოს სახელმწიფოს გამოუცალონ საფუძველი, აი ამის საშუალებას რო აძლევს ქართული ოცნების ხელისუფლება აი ამ ნაბოზრებს, მარტო ამიტომ ქართული ოცნების დედა მოვტყან მე. დასაჭერები არიან ნამდვილად და დასატყნავებიც არიან ნამდვილად, მაგრამ ეს ამ მეორე შემთხვევისთვის ეს ნამდვილად არ გამოდგება. აი ეს ჩლენასოსი ეს ერთადერთი რამისთვის შეიძლება გამოდგეს და რაც არის რა ჩლენასოსია და კარგად გამოსდის ეთყობა ეგ საქმე და რა ვიცი ჩლენასოსად დარჩება მთელი ცხოვრება ეს სხვა რამისთვის ვის რა შეჭირდება შეხედეთ ამის პირუტყვი ბოროტი დედა მოვტყან მე
ასე რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს შემოდგომა არის აი ამ ბოზებისთვის ბოლო შანსი და ბოლო შანსია ამათთვის, რომ დაამხონ ქართული ოცნების ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში კარგად იციან ამ პროჭებმა, რომ ამათი მზე ჩაესვენება და ბევრი მათგანი საპატიმროში ამოყოფს თავს და ვინც გაასწრებს ამ ქვეყნიდან და გაიქცევა. და იმიტომ არის, რომ დაიწყო ამ რაღაცებზე საუბარი აი ამ ჩლენმა ამან. შესაბამისად მიმართავდი ქართული ოცნების ხელისუფლებას და ვთხოვდი და შევეხვეწებოდი. ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობა არის ის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებები მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩანასახშივე აღკვეთოს და არ დაუშვას ის, რომ ვიღაცეებმა მოახერხონ ის, რომ სახელმწიფოში დაამხონ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება. ასევე ამის მცდელობაც დანაშაულია. შესაბამისად, მთელი 12 წლის განმავლობაში ჩვენ უყურებთ არაერთ მცდელობას აი ამ პროჭებისგან, რომ საქართველოში არსებული ხელისუფლება დაამხონ და რომ ისევ თვითონ ჩაიგდონ ეს ქვეყანა ხელში და თავიანთი პატრონებისგან მიღებული მითითებების შესაბამისად იმოქმედონ შემდეგ და ისე მოექცნენ ამ ქვეყანას და ისე მოგვექცნენ ჩვენ ქართველებს, როგორც დაავალებენ თავიანთი პატრონები. შესაბამისად, ქართული ოცნება უნდა ცოტა, როგორ თქვა, აზზე უნდა მოვიდეს რა და უნდა დაამთავროს ეს რაღაცა თამაშები აი ამ ნაცდედამოტნულებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველების უმრავლესობა დაამთავრებს ერთიანად ნაციონალურ მოძრაობასაც და ქართული ოცნების ხელისუფლებასაც და აქამდე 1000 ჯერ დამთავრდებოდა ნაცებიც და ქოცებიც ამ ქვეყანაში, რომ არა ერთადერთი კაცი ბიძინა ივანიშვილი. აი ამ ერთადერთი კაცის ხათრით, რიდით და სიყვარულით დღემდე იკავებს თავი ხალხს, რომ არ გამოდის ქუჩაში და ბედას არ უტყნავს ნაცებსაც და ქოცებსაც იმის გამო, რომ აი ნაცები დღეს ამ დღეში რო არიან, რა დღეშიც არიან. შესაბამისად, მორჩით გეყოფათ ქართველი ხალხის ნერვებზე თამაში, ქართული ოცნების ხელისუფლებავ და შეასრულეთ ხელისუფლების მოვალეობა და აი ამ ბოზიშვილებს მოეკეცით ისე, როგორც ეკუთვნით. რო დაასდევთ ქუჩაში და ვიღაცა ავადმყოფებს რო დაუწყეთ ბრძოლა და რა ვიცი, ზახოდებით რო იჭერთ ხალხს, აი თავისი დოზით რო ტიპებს იჭერთ და გდანში უშვებთ და მერე გიღრავებს ახდევინებთ და პირობითებს აძლევთ და პრავას ართმევთ და დედას უტყნავთ ადამიანებს, აი ამ ბოზებს მიხედეთ, ვინც რეალურად ამ ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და ვინც რეალურად არიან ის ტიპები, ვისაც კი დედა უნდა მოუტყნას სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც, აი ამ ბოზებს მიხედეთ თქვენ. და შეეშვით აი ამ საცოდავი ხალხის იმას რა ქვია და დევნას და დაჭერებს და მე გამოდიან და 50 ნარკო დანაშაული დავიჭირეთ დღეს და იმ 50-ს რო გადახედავ, იმ 50-დან შეიძლება იყოს 15 გამსაღებელი, დანარჩენი 45 მომხმარებელი, რომელიც იქ წავიდა სადღაც ამოჩიჩქნა ძვლივს იპოვა რაღაცა თავისი დოზა, ჩაიდო ჯიბეში და მიახტნენ დაიჭირეს. აი ასეთ დაჭერებს და აი ასეთი ხალხის დევნას და გაუბედურებას შეეშვით და მიხედეთ პირველი მისახედი და მოსაგვარებელი რაც არის ამ ქვეყანაში, აი ამ ბოზების პარპაშის უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ ნაცებიც და ქოცებიც დასრულდებით ერთიანად და ეს აღარ იქნება ის, რომ ვინმეს რამე ეპატიება. გამოვა ხალხი, გამწარებული ხალხი გამოვა ქუჩაში და დედას მოგიტყნავთ ერთსაც და მეორესაც და ეგ იქნება თქვენი დასასრული.
ეს არის რისი თქმაც მინდოდა. აი ამ ვიდეოს რო უყურე ძალიან გაუღიზიანდი სიმართლე რო თქვა და ნერვებიც მომეშალა რომ ბედავენ აი ეს ბოზები და იმ სისხლიან რეჟიმს და იმ სისხლიან 9 წელს საზოგადოებას ისე წარმოუდგენენ რომ თითქოს აი რაღაცა მაგარი წლები და საუკეთესო წლები ამ ქვეყანაში ისე შენი დედას შევეცი მე ანა წითლიძე რამდენი ნაციონალური მოძრაობის 9 წელი ამ ქვეყანაში საუკეთესო არ იყო და კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთი შენ ხარ საუკეთესო ქალი და ყველაზე ლამაზი და სათნო და მომხიბვლელი და მიმზიდველი და სექსუალური ამ ქვეყანაში და მეორე შენი ნაციონალური მოძრაობა ეს არის რისი თქმაც მინდოდა აი ამ ჩლენასოსის განცხადებასთან დაკავშირებით